კვლავ მოგესალმებათ ლიკალო მასწავლებელი საკურას აკადემიიდან. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ჩემი ოჯახი, უადეძია და დღეს დაგეხმარებით ჩინური ენის კიდევ უფრო უკეთ შესწავლაში. განვიხილავთ ლილის ისტორიას, რომელსაც ჰყავს ოჯახი, ვისაუბრებთ მის ოჯახზე და ახსნით პარალელურად იეროგლიფებს, რაც ჩვენთვის შეიძლება იყოს უცნობი. მოდი შევხედოთ იეროგლიფს. 我叫丽丽， დავიწყო თავიდან. 我叫丽丽, მე მქვია ლილი. 我叫丽丽, მე მქვია ლილი. 我是学生，我是学生. დავაკვირდით აი ამ იეროგლიფს. ეს არის იეროგლიფი ში. ვარ, ხარ, არის. 我是学生. მე ვარ სტუდენტი. 学生, სტუდენტი. 我是学生, მე ვარ სტუდენტი. 我是中国人， აქ გვაქვს იგივე იეროგლიფი გამოყენებული, ვაკვირდებით ყურადღებით, ეს არის იეროგლიფი ში. 我是, მე ვარ, 中国人, 我是中国人, მე ვარ ჩინელი ადამიანი, ანუ ჩინელი. 我今年18岁， ოკეი, მოდი დავაკვირდეთ იეროგლიფს. წინ, რომელიც არის დღევანდელი დღის იეროგლიფი, დღევანდელი დღის იეროგლიფი. აქვე ამ ყველაფერს დაგიწერთ, რომ თქვენთვის უფრო მარტივი იყოს. წინ ასევე გვაქვს აქ იეროგლიფი ნიან, რაც ნიშნავს წელს. 今年 ამ წელს, 我今年 მე ამ წელს 18岁, 18 წლის ვარ, 18岁, 岁არის ასაკი. მოდი ამასაც დაგიწერთ, უფრო მარტივად და გამახსოვდებათ. 18岁, 岁 ასაკის გამომხატველი იეროგლიფი. 我今年18岁. 我家有3口人， ოკეი, აქ გვაქვს საინტერესო იეროგლიფი, ეს არის იეროგლიფი ქოუ, რომელიც არის სათვლელი იეროგლიფი ოჯახის წევრებისთვის. 我家, ჩემს ოჯახში, 有 არის 3口人, 3 ცალი ადამიანი. 爸爸妈妈和我， აქ მარტივად გვაქვს გუნის საქმე, 爸爸妈妈和დაკავშირი, 和我და მე, 和我. 我爱我的爸爸妈妈， 爱 სიყვარულის იეროგლიფი, 我爱მე მიყვარს, 我的ჩემი და გადაიყვანს კუთვნილებაში, 我的爸爸妈妈. 他是我爸爸，他是我爸爸, ის არის მამა ჩემი. 我爸爸38岁，我爸爸38岁, მამა ჩემი არის 38 წლის. 他是汉语老师， Okay. 他是 ის არის 汉语, ჩინური ენის 老师, მასწავლებელი. 他喜欢读书和听音乐。 მოდი ახლა გავარკვიოთ თუ რა უყვარს მამამის. 喜欢მოწონება, 喜欢მოწონების იეროგლიფი, 他喜欢მას მოწონს, 读书წიგნის კითხვა, 和და 听音乐სიმღერის მოსმენა. 这是他的学校，这是 ეს არის 他的მისი学校, სკოლა. 这是他的学校. 学校很大， და იეროგლიფი გავიხსენეთ, რომ არის დიდი. 学校很大, სკოლა ძალიან დიდია. 她是我妈妈，她是我妈妈, ის დედა ჩემია. 我妈妈35岁， კონსტრუქცია იგივე გვაქვს. 我妈妈, დედა ჩემი 35, 35 岁წლის არის. 她是医生， დაგვიმეტა ერთი საინტერესო პროფესია, ეს არის 医生, ექიმი. 他是医生, 他是医生, ის არის 医生, ექიმი. 她在医院工作， აქ რას ვაქცევთ ყურადღებას? ჯერ გვჭირდება იეროგლიფი. ძაი, შემდეგ ტერიტორია და შემდეგ მაგ ტერიტორიაზე რა ვაკეთებთ. 他在医院工作, ის ტერიტორიულად 医院, საავადმყოფოში 工作, რას აკეთებს, მუშაობს. 她喜欢看电影， Okay. 他喜欢 მას მოწონს, 看 ურება, 电影 ფილმი. Okay. 他喜欢看电影, 他喜欢看电影. 我妈妈是北京人，
OK，我妈妈是北京人，北京北京人ადამიანი，北京人ადამიანი პეკინიდან, ანუ დედაჩემი არის პეკინელი. 我妈妈是北京人。我爸爸不是北京人，გადავიდით უარყოფაში. 我爸爸მამაჩემი不是არ არის北京人პეკინელი. 他是上海人。他是上海人, ის არის შანხაელი. 我的爷爷奶奶住在上海。დავუკვირდეთ hieroglyphs ye, papa ან ბაბუა, როგორც გნებავთ, ye, ნაი, ჩემი პაპა და ბებია, ჭუ, ესეც ძალიან საინტერესო და კოხტა hieroglyph-ია და ნიშნავს ცხოვრებას, ჭუ, წაი ცხოვრობენ ტერიტორიულად შანხაიში. 我们不能每年去上海。能შეიძლება. 我们ჩვენ不能არ შეგვიძლია每ყოველი年წელი每年去上海ყოველ წელს წავიდეთ შანხაიშიო. 我们不能每年去上海ჩვენ არ შეგვიძლია ყოველ წელს წავიდეთ შანხაიში. 爸爸妈妈工作很忙。爸爸妈妈工作很忙ძალიან დაკავებულები არიან სამსახურთან მუშაობით ძალიან დაკავებულები არიან. 工作很忙我学习很忙。我学习很忙ის დაკავებულია სწავლით ძალიან. 今年我们有时间去上海。ვაკვირდებით ძალიან კარგი hieroglyphs. ეს არის有时间დროის ქონა. 今年我们有时间ჩვენ წელს გვაქვს დრო去რომ წავიდეთ შანხაიში. 爷爷奶奶很高兴。ბებია და ბაბუა 很高兴ძალიან გახარებულები არიან. 我们也很高兴。აგრეთვეც ჩვენ ძალიან გახარებული ბედნიერები ვართ. ეხლა მოусმინოთ შედარებით აჩქარებულ ვარიანტს და ვნახოთ უკვე გააზრების შემდგომ და გარჩევის შემდეგ რამდენად კარგად გავიგებთ. დავიწყეთ. 我的家。我叫丽丽，我是学生，我是中国人，我今年18岁。我家有3口人，爸爸妈妈和我。我爱我的爸爸妈妈。他是我爸爸。我爸爸38岁，他是汉语老师，他喜欢读书和听音乐。这是他的学校，学校很大。他是我妈妈。我妈妈35岁，她是医生，她在医院工作，她喜欢看电影。我妈妈是北京人，我爸爸不是北京人，他是上海人。我的爷爷奶奶住在上海，我们不能每年去上海。爸爸妈妈工作很忙，我学习很忙。今年我们有时间去上海，爷爷奶奶很高兴，我们也很高兴。Okay. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, თქვენთვის რაიმე გაუგებარი იყო ან გნებავთ დამატებითი კითხვების დასმა, შეგიძლიათ ჩემს Facebook-ზე მომწეროთ ან კომენტარებში დამიწეროთ თქვენი კითხვა და აუცილებლად კი პასუხებთ. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. დროებით.